გამარჯობა, ეს არის ახალი ამბები 7-ზე მე სოსო ელისაშვილი ვარ თქვენთვის მუშაობას პოსტების საინფორმაციო სამსახური იწყებს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. აღდგომა ღვთისმსახურება ქვეყნის მასშტაბით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში აღევლინა. სიონის საპატრიარქო ტაძარში აღდგომო ლიტურგია სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ აღავლინა, სადაც მრევლს და საზოგადოებას აღდგომო ეპისტოლეც გააცნეს. სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. მორწმუნეთათვის აღდგომის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება პატრიარქის მოღვაწეობასა და ღვაწლზე გაამახვილა. ეპისტოლეში მეუფე შიომ ილია მეორის გზა მოწამეობრივად შეაფასა და აღნიშნა, რომ უწმინდესმა და უნეტარესმა ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული მემკვიდრეობა ჩაიბარა და ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი როლის შემსრულებელი ეკლესია დატოვა. სიონის ტაძარში მიიტანეს იერუსალიმიდან ჩარტერული რეისით ჩამოტანილი წმინდა ცეცხლიც. დეტალები ბორენა ონიანის სიუჟეტში. ქრისტიანული სამყარო დღეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს. ღამისთევის მსახურება საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში ჩატარდა. სიონში სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო წარუძღვა. ნახევარი საუკუნის შემდეგ პირველად ქართველი ერი აღდგომას უწმინდესის გარეშე შეხვდა და კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ მრევლმა საპატრიარქო მოსაყდრის პირველი ეპისტოლე მოისმინა, რომელიც ემოციური იყო და რომლის დიდი ნაწილით სწორედ ილია მეორეზე საუბარს დაეთმო. მეუფე შიომ ეპისტოლეში მოსახლეობას აღდგომის დიდებული დღესასწაული მიულოცა და უნეტარესის ღვაწლსა და მთელ მის მოწამეობრივ ცხოვრებაზე ისაუბრა. დიდი მარხვის ჯვრის თაყვანის ცემის კვირაში ღვთივ მიიცვალა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე. ამიტომ ახლა, როცა საყვარელი მამის გარდაცვალებით დაობლებული ხედავთ ქრისტეს აღდგომით დამარცხებულ სიკვდილს, განსაკუთრებით გვანუგეშებს დავით მეფსალმონის სიტყვები პატრიოსან არს წინაშე უფლისა სიკვდილი წმიდათა მისთა. რადგან ჩვენთვის ქრისტიანეთათვის გარდაცვალება არა წარწყმედა, არამედ ცხონებისა და მარადიული ნეტარებისკენ მიმავალი გზაა. ეპისტოლეში საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ უწმინდესის 49 წლიანი მოღვაწეობას სიხარულისა და იმედის მომნიჭებლად შეაფასა. მეუფე შიოს თქმით, პატრიარქმა ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული მემკვიდრეობა ჩაიბარა და ქვეყანას უმნიშვნელოვანესი როლის შემსრულებელი ეკლესია დაუტოვა. ყველაზე ძვირფასი კი რაც უწმინდესმა მოიპოვა სიყვარულია, პატრიარქი ერის მოქცევას, გაერთიანებას და ქადაგებას გარდაცვალების შემდეგაც განაგრძობს. არ ყოფილა მსუბუქი კათოლიკოს პატრიარქობის მრავალწლიანი ღვაწლი და ჯვარი. მოწამებრივი გზა და თავგანწირვა იყო მისი ყოველდღიური ცხოვრება, ყოველი საქმე, ყოველი ფიქრი. მან ათეისტური რეჟიმისგან დევნილი, დაკნინებული, შევიწროებული მემკვიდრეობა ჩაიბარა და დაგვიტოვა აღშენებული ეკლესია, რომელიც დღეს უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყნის საზოგადოების ცხოვრებაში. მისი მამამთავრული სიბრძნე მოგვაგონებდა მოსეს, რომლის მსგავსად განსაცდელთა ჟამს ერთგვარ ბეწვის ხიდზე მიუწყოდა ერს. სიონის საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო მსახურება გამთენიამდე გაგრძელდა. მწუხრის ლოცვის შემდეგ სასულიერო პირებმა, ტაძრის მსახურებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით აღდგომის საგალობლები იგალობეს. სიონიდან გავრცელდა მაცხოვრის საფლავიდან საქართველოში ჩამოტანილი წმინდა ცეცხლიც. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ ქადაგებისას მორწმუნეებს კიდევ ერთხელ მიულოცა ქრისტეს აღდგომა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მეუფე შიოს თქმით, უფალმა თავისი სიკვდილით და მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა და განაქარვა სიკვდილი. ევანგელი დღე გვაუწყებს, რომ
უფალმა იესო ქრისტემ თავისი სიკვდილით და მკვდრეთით აღდგომით დაამარცხა სიკვდილი და დათრგურა და განაქარვა ის. ხორციელი სიკვდილიც და ფიზიკურიც და სულიერი სიკვდილიც. და ყველაფერი განამზადა ჩვენი სულის ცხონებისთვის. სიონის საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას უამრავი მორწმუნე დაესწრო. საზეიმო წირვაზე იმყოფებოდნენ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრთა კაბინეტის წევრები, დედაქალაქის მერი, პარლამენტის თავმჯდომარე და პარლამენტის წევრები. ქრისტეს აღდგომამ დაამარცხა სიკვდილი და ქრისტე როდესაც აღდგა მკვდრეთით ის აღარ მოკვდა, არამედ ამაღლდა ზეცად და ამით ძლია მან სიკვდილს და თითოეულ ჩვენგანს მოანიჭა ხსნა, ცოდვისაგან ხსნა, ტყვეობისაგან ცოდვის და გამოხსნა და გამარჯვება სიკვდილზე და ბოროტებაზე. დღეს ისე დღესასწაულია ჩვენი ხალხისთვის, ერისთვის ქრისტე ეწამა, აწამეს, ჯვარს გააკრეს და მე მინდა ყველას მიულოცო დღევანდელი დღე, აღდგომის დღესასწაული დღე და მინდა რომ ყველას უსურველ წარმატება წინსვლა. აღდგომა იზეიმეს აჭარაშიც, სააღდგომო ღვთისმსახურება სამების დედათა მონასტერში, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრი მაღავლინა, ლიტურგიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ. ძალიან მნიშვნელოვანი დღესასწაულია ქრისტიანული, ყველას ულოცავ აღდგომას, მრავალ აღდგომას დაესწროს, ერთმანეთ თითოეული ჩვენთაგან. გილოცავთ აღდგომის დიდებულ დღესასწაულს. აღდგომა არის უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, სიკვდილზე გამარჯვება. სრულიად საქართველოს მიულოცავ დღევანდელ დღეს. დღევანდელი დღის მადლი შეგეწიოთ ყველა თქვენთაგანს. დღევანდელი დღის მადლი შემოსულიყო. სააღდგომო ღვთისმსახურება ზუგდიდის ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა გერასიმემ ჩაატარა. მეუფემ მრევლს ქრისტეს აღდგომა მიულოცა და ქვეყანას გამთლიანება უსურვა. ლიტურგიას თავდაცვის მინისტრი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. ტაძარში საზეიმო განწყობა, ლოცვა და ერთიანობის განცდას უფევდა. მრევლმა წმინდა ცეცხლის შინ წასაღებად მიიღო და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს იმედითა და სიხარულით შეეგება. პირველი წელი არის, როდესაც უწმინდესის გარეშე ხვდებით ამ დიდებულ დღესასწაულს. ყოველთვის პატრიარქი გვაიმედებდა ნურაფნის ნუგეშინიათ. აი ჩვენც ამ იმედითა ვართ აუხსილები და გვინდა მიულოცოთ ჩვენ სულიერ ძმებს აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ჩვენ სამშობლოს ქალებს ვწყობ ძალიან ბევრ ქართველებს იმედიანად იყვნენ. სრულიად საქართველოს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს და ამ მშვიდობა იყოს ჩვენს ოჯახებში, სრულიად საქართველოში, იმიტომ რომ მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე თითოეულმა ჩვენთაგან მაიცის თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მშვიდობა. აღდგომა საზეიმოდ აღინიშნა ქუთაისში, საღმრთო ლიტურგიას ბაგრატის საკათედრო ტაძარში ქუთათელ-განეთელი მიტროპოლიტი იოანე უძღვებოდა. მეუფემ მრევლს მაცხოვრის აღდგომა მიულოცა და აღნიშნა, რომ ქრისტეს აღდგომა ჩვენი მომავალი აღდგომის საწინდარია. გილოცავთ ამ დღეს ჩვენი ნუგეშისა, ჩვენი სიხარულისა, დღეს ჩვენი მომავალზე ზრუნვისა და ჩვენი წინაპრებისაც ზრუნვისა. ჩვენ ერთნი ვართ, წასულნი, აწყონი და მომავალნი. მორწმუნეების სიმრავლე იყო ალავერდშიც. სააღდგომო ლიტურგია წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მიტროპოლიტმა დავითმა ეპარქიის სხვა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. ღვთისმსახურება 12 საათიდან დაიწყო და დილამდე გაგრძელდა. ჩვენს ერს, ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას უსურვებ ყველაზე მთავარს სიყვარულს, მისგან ნაშობ სიხარულს და ჩვენ ქვეყანას მშვიდობას. ღვთისმსახურება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა გორში. სააღდგომო ლიტურგია გორის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ახასრულა. მეუფე ანდრიამ მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სრულიად საქართველო დალოცა. აღდგომის დღესასწაულს შემოაქვს დიდი სიხარული, რომელიც პატრიარქმა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ატარა და მისი სიტყვები როგორც ყოველთვის გამხნევებდა ჩვენ ყველაფერი კარგად იქნება, ზუსტად ეს დაკავშირებული არის ქრისტეს აღდგომასთან.
აღდგომის დღესასწაულთან ერთად დღეიდან დაიწყო ბრწყინვალე შვიდეულიც, რომელიც მომდევნო კვირამდე, კვირა ცხოვლობამდე გაგრძელდება და რომელსაც ახალი კვირა, აღდგომის განახლება ეწოდება. ეს პერიოდი მსგებსია და მორწმუნეებს ყოველგვარი საკვების მიღება შეუძლიათ. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს და ხვალ სპეციალური მარშრუტები სასაფლაოების მიმართულებით დილის 8-დან საღამოს 8 საათამდე მოძრაობენ. აღნიშნული ტრანსპორტით გადაადგილება მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ ტრანსპორტის სხვადასხვა პუნქტიდან იმოძრავებს, სადაც ძლიერი მგზავრთნაკადია, მათ შორის დიდუბის ზედა გასასვლელიდან, სადგურის მოედნიდან, თბილისის ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიიდან. მგზავრთა მომსახურება როგორც მუხათგვერდის სასაფლაოს, ასევე ვაშლიჯვრის დასახლების მიმართულებით განხორციელდება. ღრმაღალის სასაფლაოს მიმართულებით კი ტრანსპორტი მოსახლეობას მეტროსადგურის სარაჯიშვილიდან მომსახურება კუკია მახათას მიმართულებით, მომსახურება განხორციელდება როგორც თბილისის ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე მარჯანიშვილის მოედნიდან. ვარკეთილის სასაფლაოსთან მგზავრებს მისვლა როგორც მეტრო ვარკეთილიდან, ასევე მესამე მასივიდან შუამთისა და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან შეეძლებათ. ვერის სასაფლაოს მიმართულებით მარშრუტი ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან იქნება, საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით კი მარშრუტები ტრადიციულად მეტროსადგურ დელისიდან იმოძრავებენ. 12 და 13 აპრილს გათვალისწინებულია სპეციალური მარშრუტები სასაფლაოების მიმართულებით, რომლებიც იმოძრავებენ დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათის ჩათვლით, ანუ 20 საათის ჩათვლით. ამ პერიოდში ამ სპეციალური მარშრუტებით, რომელსაც ახლა მე ჩამოთვლი, მომსახურება იქნება უფასო. კერძოდ ეს მარშრუტები იმოძრავებენ სხვადასხვა პუნქტებიდან, სადაც ძლიერი მგზავრთნაკადი არის. მეტროსადგურის დიდუბის ზედა გასასვლელის მიმდებარე ტერიტორიიდან მგზავრთა მომსახურება განხორციელდება როგორც მუხათგვერდის სასაფლაოს, ასევე ვაშლიჯვრის დასახლების მიმართულებით. ღრმაღალის სასაფლაოს მიმართულებით, ეს იგივე თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია, მომსახურება განხორციელდება მეტროსადგურის სარაჯიშვილიდან. კუკია მახათას მიმართულებით მომსახურება განხორციელდება როგორც სადგურის მოედნიდან, თბილისის ცენტრალის მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე მარჯანიშვილის მოედნიდან. ვარკეთილის დასახლებაში, ვარკეთილის სასაფლაოსთან მგზავრებს შეეძლებათ მისვლა როგორც მეტრო ვარკეთილიდან, ასევე მესამე მასივიდან, შუამთის და აბაშვილის ქუჩების გადაკვეთიდან. ველის სასაფლაოს მიმართულებით მარშრუტი იქნება ბესარიონ ჭიჭინაძის ქუჩიდან, ეს იგივე აფრიკის დასახლება არის, იქ 25 კორპუსია, სადაც ეს მარშრუტი ვიტრიალებს და ბოლოს რჩება საბურთალოს სასაფლაო. ტრადიციულად მარშრუტები იმოძრავებენ მეტროსადგური დელისიდან. შინაგან საქმეთა მინისტრი უწყების სხვადასხვა დანაყოფს ეწვია და მორიგე თანამშრომლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, მათ შორის გეკა გელაძე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი მთავარი სამმართველოს ბაზაზე მოქმედ წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იმყოფებოდა. მინისტრი დაცვის, პოლიციისა და დროებით მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტების თანამშრომლებსაც შეხვდა. გეკა გელაძემ თანამშრომლებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის მადლობაც გადაუხადა. სრულიად საქართველოს და მართლმადიდებელ სამყაროს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი. გივი მექანაძის თქმით, აღდგომა საზოგადოებას მატებს ძალას, უკეთესი მომავლის რწმენითა და ერთმანეთისადმი თანადგომით სამშობლოს გამთლიანებასა და გაძლიერებაზე იზრუნონ. მინისტრი დღესასწაულის მნიშვნელობაზეც საუბრობს და განმარტავს, რომ ახალგაზრდებისთვის ისეთი ღირებულებების ჩამოყალიბება, როგორებიცაა ურთიერთპატივისცემა, ერთობა და სოლიდარობა მნიშვნელოვანია. უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნო უბნების დახურვამდე 2 საათზე ნაკლები რჩება. არჩევნებში სულ 5 პარტია მონაწილეობს. მთავარი კონკურენტები მოქმედი პრემიერის ვიქტორ ორბანის ფიდესი და პიტერ მაგიარის ტისა არიან. ამ მრჩეველთა აქტივობა მოლოდის გადააჭარბა. ამ დროის მონაცემებით უბნებზე საკმაოდ მაღალი აქტივობა ფიქსირდება. უნგრეთის კანონმდებლობის მიხედვით ხმების დათვლა არაუგვიანეს 18 აპრილისს უნდა მოხდეს, თუმცა პირველად შედეგებს საღამოსთვის ელოდებიან. არჩევნებს მთელი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ ქართველი კანონმდებლები. უახლესი ცნობებით ბუდაპეშტიდან პირდაპირ ეთერში ქეთი მამრიკიშვილი გვერდება. ქეთი, როგორ მიმდინარეობს ხმის მიცემის პროცესი და რა ვითარებაა ადგილზე?
2026 წლის უნგრეთის საპარლამენტო არჩევნები არის ისტორიული არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის განსაზღვრავს როგორც ოფიციალური ბუდაპეშტის და ზოგადად ევროკავშირის მომავალს, არამედ იმიტომ, რომ უპრეცედენტო რაოდენობის ამომრჩეველთა აქტივობა არის დაფიქსირებული უკვე ამ დროის მონაცემებითაც უნგრეთის ისტორიაში. რეალურად 5 პარტია იღებს მონაწილეობას საარჩევნო მარათონში, თუმცა დღესდღეობით უნგრელი ხალხი არჩევანს აკეთებს ორ მთავარ პოლიტიკურ ძალას შორის. ეს არის ერთი მხრივ ვიქტორ ორბანის კონსერვატიული პოლიტიკის მქონე პარტია ფიდესი, რომელსაც უკვე 16 წელია უნგრელი ხალხი ნდობას უცხადებს და რომელიც მუდმივ რეჟიმში ეწინააღმდეგება ბრიუსელის ლიბერალურ პოლიტიკას, ლიბერალურ მეინსტრიმს და მეორე მხრივ კი არის სწორედ ბრიუსელის მხრიდან მხარდაჭერილი ოპოზიციური პარტია ტისა, რომელსაც ყავს ოპოზიციონერი ლიდერი პიტერ მაგიარი. ზუსტად 2 საათი არის დარჩენილი უნგრეთში უბნების დახურვამდე. ქვეყნის მასშტაბით 10,047 უბანი არის დახურული, 7,9 მილიონი ამომრჩეველი არის რეგისტრირებული და როგორც უკვე გითხარით, უპრეცედენტო რაოდენობის აქტივობა არის დაფიქსირებული ამ დროის მონაცემებით, 15 საათის მონაცემებით, უბრალოდ 66%-მა უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და როგორც უკვე გითხარით, ქვეყნის მასშტაბით უბნები დაიხურება ზუსტად ადგილობრივი დროით საღამოს 7 საათზე და დაახლოებით ადგილობრივი დროით 8 საათზე გახდება უკვე პირველადი მონაცემები ცნობილი. დილიდან საკუთარი არჩევანი დააფიქსირეს როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა. მე აქ ვარ იმისთვის, რომ გავიმარჯვო, ასეთი იყო ვიქტორ ორბანის მთავარი გზავნილი. მან განაცხადა, რომ ფიდესი არის ერთადერთი უსაფრთხო არჩევანი. მან ასევე, რა თქმა უნდა, ტრადიციულად ისაუბრა ბრიუსელის მხრიდან არჩევნებში ჩარევის ფაქტებზე, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა ისიც, რომ უნგრელმა ხალხმა ყველაზე კარგად იცის თუ როგორი ხელისუფლება სურთ მათ ქვეყნის სათავეში, სწორედ ამიტომ უკვე 16 წელია უნგრელი მოსახლეობა ნდობას უცხადებს სწორედ პარტია ფიდეს და ვიქტორ ორბანს. თავის მხრივ ასევე საკუთარი პოზიცია საარჩევნო ყუთთან დააფიქსირა უკვე ოპოზიციონერმა პიტერ მაგიარიმ, რომელმაც ამომრჩეველს მოუწოდა მაღალი აქტივობისკენ და განაცხადა, რომ ეს არის კარგი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ვიქტორ ორბანის 16 წლიანი მმართველობა დასრულდეს. მე აქ გასამარჯვებლად მოვედი და მე მიყვარს გამარჯვება. უნგრეთში არსებობს კონსტიტუცია, რომელიც უნდა დავიცვათ. ხალხის გადაწყვეტილებას პატივი უნდა სცენ. ომის დასასრულებლად ერთადერთი გზა კი ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებაა. ევროპა ახლა რთულ პერიოდს გადის. ბრიუსელში ზოგიერთებს სურთ, რომ ჩვენ ჩავერთოთ ამ კონფლიქტში, მაგრამ უნგრეთი ყოველთვის მშვიდობას აირჩევს. არ ვაპირებთ იარაღის გაგზავნას და ჩვენი ხალხის საფრთხის შექმნას. უნდა შენარჩუნდეს ეკონომიკური სტაბილურობა. დაცული უნდა იყოს ჩვენი საზღვრები და ჩვენი სუვერენიტეტი. არავის აქვს უფლება გვითხრას, როგორ ვიცხოვროთ ჩვენს საკუთარ ქვეყანაში. რაც შეეხება სანქციებს, ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი არ მუშაობს ისე, როგორც ზოგიერთს ეგონა. სანქციები უფრო მეტად აზიანებს ევროპას, ვიდრე მათ, ვის წინააღმდეგაცაა მიმართული. ამიტომ ჩვენ გვჭირდება გონივრული პოლიტიკა და არა იდეოლოგიური გადაწყვეტილებები. უნგრეთი განაგრძობს ბრძოლას თავისი უფლებებისთვის ევროკავშირში. ჩვენ ვართ ევროპული ოჯახის წევრები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავთმოთ ჩვენი ფასეულობები ან ჩვენი დამოუკიდებლობა. ზეწოლის მიუხედავად არ დავთმობთ ჩვენს პრინციპებს. დემოკრატია განსხვავებული აზრის პატივისცემას ნიშნავს. უნგრეთის საარჩევნო სისტემა ყველაზე უსაფრთხოა მთელ ევროპაში. გვაქვს არჩევანი აღმოსავლეთსა თუ დასავლეთს შორის, პროპაგანდასა თუ პატიოს ან საჯარო დისკუსიას შორის, კორუფციასა თუ სუფთა საზოგადოებრივ ცხოვრებას შორის, შემდგომ დაცემასა და სახელმწიფო საჯარო სამსახურების სრულ კოლაფსსა თუ ევროკავშირის სახსრების სამშობლოში დაბრუნებასა და უნგრეთის ეკონომიკის ამოქმედებას შორის. ჩვენ გვაქვს არჩევანი საარსებო კრიზისსა და ხირსეულ ცხოვრებას შორის. როგორც უკვე გითხარით, ძალიან დიდი ინტერესი არის ახლა უნგრეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი აკვირდება დღეს მიმდინარე კენჭისყრის პროცესს და ამ პროცესის მონაწილე არის, რა თქმა უნდა, საქართველოც. ეუთოს მანდატის ფარგლებში ქალაქ სეგედში არჩევნებს აკვირდებიან საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ლევან მახაშვილი და ნიკოლოზ სამხარაძე და გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის 5-კაციანი დელეგაცია იმყოფება ბუდაპეშტში უნგრული მხარის
გამოწვევით, რომლებიც ასევე დილიდან სხვადასხვა უბანზე აკვირდებიან საარჩევნო პროცესს. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში აცხადებენ, მთელი დღის განმავლობაში პრინციპში ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა საარჩევნო პროცესი ყველა უბანზე, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში და ზოგადად ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა საკმაოდ აწეულია და ხაზგასმით აღნიშნავენ იმას, რომ მნიშვნელოვანია უნგრეთის მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებლად ყოველგვარი ზეწოლისა და ჩარევის გარეშე შეძლონ საკუთარი პოზიციის დაფიქსირება საარჩევნო ყუთთან. ელოდებიან, რომ ზოგადად უნგრეთის მასშტაბით დღეს ამომრჩეველთა აქტივობა იქნება 72%, რაც უპრეცედენტოდ მაღალი პროცენტია, როგორც ზოგადად ევროპის ქვეყნებისთვის, ასევე უნგრეთის შემთხვევაში. ამ არჩევნებს აკვირდება დაახლოებით 150-მდე საერთაშორისო დამკვირვებელი, როგორც EUTOS საპარლამენტო ასამბლეიდან, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან. არჩევნები საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა მინდა ჩვენს მაყურებელს უთხრა, რომ უნგრეთში არ არის, ასე ვთქვათ, გამოყენებული ელექტრონული აპარატურა, ანუ არჩევნები ტარდება ძველი ტრადიციული მეთოდით. დაახლოებით თბილისის დროით, უпроსწორად 9 საათისთვის უბნები დაიხურება და თბილისის დროით შუაღამისთვის ჩვენ უკვე გვეცოდინება წინასწარი შედეგები. არჩევნები მიმდინარეობს აბსოლუტურად მშვიდ გარემოში. აქტივობა არის საკმაოდ მაღალი, არის აქტივობა ახალგაზრდებს შორისაც განსაკუთრებით სასიხარულოა. ჩვენ ვესაუბრეთ, ქონდათ შესაძლებლობა გავსაუბრებოდით თვითონ ადგილზე ორგანიზატორებს, ვინც არიან პასუხისმგებლები თვითონ არჩევნების პროცესის ჩატარებაზე და აბსოლუტურად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. პრეტენზიები და დარღვევებზე არ იყო საუბარი იმ უბნებზე, სადაც ჩვენ ვიყავით. შეეძლო ადამიანებს მოსულიყვნენ თავისუფლად გამოეხატა თავისი პოლიტიკური ნება. დარწმუნებული ვარ, რომ მშვიდობიანად ჩაივლის არჩევნები და დარწმუნებული ვარ, რომ უნგრელი ხალხი აირჩევს ისეთ ხელისუფლებას და ისეთ მმართველ ძალას, რომელიც დაიცავს პირველ რიგში უნგრეთის ეროვნულ ინტერესებს. გარკვეული თვალსაზრისით წააგავს უნგრეთის არჩევნო სისტემა იმ სისტემას, რომელიც მოქმედებდა საქართველოში 2020 წლამდე. ეს არის შერეული საარჩევნო სისტემა, 199 მანდატის არჩევა ხდება ამ არჩევნების დროს და შერეული სისტემა გულისხმობს იმას, რომ ნაწილი აირჩევა მაჟორიტარული წესით, ნაწილი აირჩევა პროპორციული წესით. პროპორციული წესით ხდება 93 მანდატის არჩევა, ხოლო მაჟორიტარული წესით 106 მანდატის. მაჟორიტარულ ნაწილს რაც შეეხება, აქ არ არის მეორე ტურები, განსხვავებით იმისგან, რაც საქართველოში იყო. აქ გამარჯვებულად ითვლება პირველივე ტურში ის, ვინც მეტ-ხმას აიღებს. ანუ თეორიულად ეს შეიძლება იყოს 40% ხმების და ასე შემდგომ. რაც შეეხება პროპორციულ საარჩევნო სისტემას, პროპორციულ საარჩევნო სისტემაში არის 5%-იანი ბარიერი დადგენილი და იმისათვის, რომ პარტიამ მანდატები მიიღოს, ამისათვის უნდა გადალახოს 5%-იანი ბარიერი. არჩევნებში პარტიულ ნაწილს თუ შეხედავთ 5 პარტია არის და ნუ აქედან გარდა იმ ორი ძირითადი პარტიის, ერთი მართველი პარტია და ოპოზიციური პარტიისა, არის კიდევ ერთი პარტია, რომელიც სავარაუდოდ, როგორც პროგნოზირებენ, გადალახავს 5%-იან ბარიერს. სხვა პარტიებს ნაკლები შანსი აქვს იმისი, რომ ბარიერი გადალახონ, თუმცა ნუ დაველოდოთ, რა თქმა უნდა, არჩევნების შედეგებს. კლიენობაში არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები, მოგეხსენებათ თქვენ, ამ შემთხვევაში თემ სოფლიოს ყურადღების ცენტრია უნგრეთი, ხდება გარკვეული ზეწოლა ევროკავშირის ბიუროკრატიის მხრიდან და ეს აშკარად სახეზეა უნგრეთის საზოგადოებაზე, ისინი კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას ემხრობიან. ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უნგრელმა ხალხმა თვითონ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება და არ იყოს ზეწოლა და ჩარევის შედეგად ეს რაღაცა გადაწყვეტილებაზე გავლენა მოხდენილი. ჩვენთვის არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ევროკავშირის ქვეყნებში იყვნენ ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც ოჯახურ ღირებულებებს, ქვეყნის სუვერენიტეტის მაქსიმალურად დაცვას და ყველა ის ტრადიციულ მიმართულებას იზიარებენ, რაც არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკის თანხმედრაში.
უნგრეთის პარლამენტი 199 მანდატისგან შედგება იმისათვის, რომ რომელიმე პარტიამ საპარლამენტო უმრავლესობა მოიპოვოს და მაგალითად ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მთავრობის ფორმირება მოახდინოს, ამისათვის სჭირდება 100 მანდატი. საკმაოდ რთული არის ახლა პროგნოზების გაკეთება, როგორც უკვე გითხარით, ერთმანეთის მთავარი კონკურენტები არიან პარტია ფიდესი და პარტია თისა, თუმცა ასევე პროგნოზირებენ იმას, რომ შესაძლოა კიდევ ერთმა პარტიამ შეძლოს 5%-იანი ბარიერის გადალახვა. უნგრეთში მოქმედებს შერეული სისტემა, ეს არის როგორც პროპორციული სია, ასევე მაჟორიტარული სია და ასევე პროგნოზებს აკეთებენ იმაზე, რომ სავარაუდოდ მაჟორიტარული სიის საბოლოო შედეგები იქნება გადამწყვეტი თუ როგორ დაკომპლექტდება 2026 წლის საპარლამენტო არჩევნები. ასევე გეტყვით იმასაც, რომ უნგრეთში მოქმედებს ტრადიციული არაელექტრონული სისტემა, იმისათვის, რომ მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი დააფიქსიროს, ზუსტად 2 საათში დაიხურება საარჩევნო უბნები ქვეყნის მასშტაბით, ადგილობრივი დროით 7 საათზე და უკვე ადგილობრივი დროით 8 საათზე პირველად შედეგებს საარჩევნო ადმინისტრაცია სპეციალურ ბრიფინგზე გამოაცხადებს. მადლობა ქეთი ბუდაპეშტიდან პირდაპირ ეთერში ქეთი მამრიკიშვილი საუბრობდა. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის პაკისტანის დედაქალაქში გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. თეირანმა ბირთვული პროგრამის შეზღუდვის შესახებ მტკიცე გარანტიების გაცემაზე უარი განაცხადა. ამავდროულად ისლამური რესპუბლიკა მსოფლიოს უმთავრეს ენერგეტიკულ დერეფანზე ჰორმუზის სრუტეზე სრულ კონტროლს ითხოვს. ისლამაბადში გამართულ შეხვედრებზე ამერიკულ მხარეს ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენდნენ. ირანის დელეგაციას კი პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაგერ ღალიბაფი და საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაქჩი ხელმძღვანელობდნენ. პარალელურად დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამერიკელმა სამხედროებმა ჰორმუზის სრუტეზე ბლოკადის მოხსნის ოპერაცია დაიწყეს. სტრატეგიული მნიშვნელობის საზღვაო მარშრუტი ამერიკის სამხედრო საზღვაო ძალების ორმა ნაღმოსანმა უკვე გაიარა. შტატების ცენტრალური სარდლობის მონაცემებით ხომალდების სპარსეთის ყურეში ფართო მასშტაბიანი მისიის ფარგლებში მოქმედებენ, რაც სრუტის საზღვაო ნაღმებისგან სრულ გაწმენდასა და უსაფრთხო ნავიგაციის აღდგენას ითვალისწინებს. ვიმედოვნებთ, რომ ორივე მხარე განაგრძობს მუშაობას რეგიონსა და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და კეთილდღეობის მისაღწევად. აუცილებელია მხარეებმა კვლავ დაიცვან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ აღებული ვალდებულება. პაკისტანი ასრულებდა და შეასრულებს თავის როლს ირანის ისლამურ რესპუბლიკასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ჩართულობისა და დიალოგის ხელშესაწყობად. თავდაცვის ძალების უფროსი და არმიის მთავარსარდალი მხარეებს რამდენიმე რაუნდის ინტენსიური და კონსტრუქციული მოლაპარაკებების წარმართვაში დაეხმარა. რიგ საკითხებზე გაგებამდე მივედით. ეს რეალობაა, თუმცა ორ-სამ მნიშვნელოვან საკითხზე პოზიციები საკმაოდ შორს იყო ერთმანეთისგან და საბოლოოდ შეთანხმებამდე ვერ მივედით. ეს არის უახლესი ამბავი, რომლის გამოცხადებაც შემიძლია. მოლაპარაკებების ეს რაუნდი გაიმართა 40 დღის შემდეგ, 40 დღე ომიდან და ცეცხლის შეწყვეტიდან, რამდენიმე დღის შემდეგ, უნდობლობით, ეჭვებით და მტრული განწყობით გაჟღენთილ ატმოსფეროში. ნებისმიერ შემთხვევაში ამერიკის მხარემ ეგრეთ წოდებულ სიონისტურ რეჟიმთან ერთად მეორედ ჩაიდინა სამხედრო თავდასხმა ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ 9 თვის განმავლობაში. ამიტომ ბუნებრივია თავიდანვე არ უნდა ყოფილიყო მოლოდინი, რომ ერთ სხდომაზე შეთანხმებამდე მივიდოდით. მოლაპარაკებები 21 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და ირანულ მხარესთან არაერთი შინაარსიანი დისკუსია გვქონდა. ეს კარგი ამბავია. ცუდი ამბავი კი ის არის, რომ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. ვფიქრობ, ეს გაცილებით უარესია ირანისთვის ვიდრე შეერთებული შტატებისთვის, ასე რომ ჩვენ სამშობლოში შეთანხმების გარეშე ვბრუნდებით. ძალიან ნათლად ჩამოვაყალიბეთ თუ სად გადის ჩვენი წითელი ხაზები, რის დათმობას ვაპირებთ და რას არ დავთანხმდებით, თუმცა მათ ჩვენი პირობების მიღება არ ისურვეს. გვჭირდება მტკიცე გარანტია, რომ ირანი არ შეეცდება ბირთვული იარაღის შექმნას და არ მოიძიებს საშუალებებს, რომლებიც მას ბირთვული არსენალის სწრაფად მოპოვებაში შესაძლებლობას მისცემს. მთავარი კითხვაა, ვხედავთ თუ არა ირანის მხრიდან ნებას, რომ არ შექმნას ბირთვული იარაღი არა მხოლოდ ახლა ან 2 წლის შემდეგ, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში. ამის დასტურს ჯერ ვერ ვხედავთ. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს მოუწოდებს პაკისტანში წარუმატებელი მოლაპარაკებების შემდეგ გამოსავალი იპოვონ. კირ სტამერმა ომანის სულთანთან საუბრისას განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის გაგრძელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მხარეების გადაწყვეტილება ესკალაციისგან თავი შეეკავებინათ დადებითად შეაფასა. ეს იყო ახალი ამბები 7-ზე, მე ამით გემშვიდობებით ნახვამდის.